გადმოვიდით ამ სავარჯიშოზე 1-5 სავარჯიშო, აქ გვაქვს აი ასეთი კვადრატები გასაკეთებელი. ასე გვაქვს სულ 400 პიქსელი, 8 კვადრატი. უნდა გავაკეთოთ შიგნით 1 2 3 4 5 6 7 8 და თითოეულის სიგრძე რამდენი გამოდის? 50 პიქსელი. პირველ რიგში ახლა ჩვენ ეს კუ უნდა მოვიყვანოთ ქვევით მარცხენა წერტილში. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია მოდი პირველად speed-ი დავწეროთ, speed და მაგალითად იყოს 8 და შემდეგ ავაჩქაროთ. შემდეგ აუცილებლად pen up-ი უნდა ვუთხრათ, რადგან აქედან აქამდე რომ წამოვიდეს, სადაც გადაივლის ის ხაზი რომ არ დახატოს და შემდეგ გვინდა set position-ი. და set position-ი აი ამ წერტილზე, ქვედა მარცხენა წერტილზე არის -200 მძიმე და -200. x და y კოორდინატები არის -200 და -200. ამის შემდეგ გვინდა ჩვენ pen down-ი. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ 1 კვადრატის დახატვის ფუნქცია. მოდი ფუნქციას ევით შევქმნათ და გავაკეთოთ, ესე იგი შევქმნათ ფუნქცია define და რა დავარქვათ, მაგალითად square. მაგალითად 1, ხო, 1 square. შვილები 2 წერტილი არ დაგავიწყდეთ, enter-ს დააჭირეთ. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? თუ გვინდა რომ კვადრატი გავაკეთოთ, ამისათვის წინ უნდა წავიდეთ და მოვბრუნდეთ მარცხნივ, ხო? ანუ forward-ი შეგვიძლია forward 50 პიქსელით, როგორც ვთქვით და left-ი 90 გრადუსით. ახლა ეს რომ გამოვიძახო ეს ფუნქცია square1 Ctrl+C, Ctrl+V თავისი ფრჩხილებით წავედით და set position აქ პატარა ასოთი უნდა იყოს. set position წამოვიდე და აი აქ დახატა ერთი ხაზი და მოbrunდა მარცხნივ. ახლა იგივე უნდა გააკეთოს აქაც, უნდა დახატოს ერთი ხაზი, მოbrunდეს მარცხნივ, დახატოს და მოbrunდეს. ანუ სულ კვადრატს თუ ვხატავთ, აქვს 4 გვერდი და 4 კუთხე, ამიტომ 4 ხაზი უნდა გააკეთოს და 4 ჯერ უნდა მოbrunდეს. ამიტომ ეს კოდი ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ for loop-ში. for I in range შეგვიძლია ვუთხრათ და ვუთხრათ 4 ჯერ გააკეთე, ანუ 2 წერტილი და აუცილებლად ესენ უნდა მოვნიშნოთ და ტაბით გამოწიოთ მარჯვნივ და გააკეთე 4 ჯერ forward-ი და left-ი. წამოვიდა და გააკეთა აქ. ახლა აქედან უნდა წავიდეს წინ და მერე ისევ უნდა გამოიძახოს ისევ square1-ი, ხო? ესე იგი, ამის შემდეგ, როდესაც 1 კვადრატს დახატავს, შეგვიძლია აქვე წავიყვანოთ ეს აქ. ამიტომ ამის შემდეგ შეგვიძლია დავაწყაბნოთ enter-ს და forward-ი უთხრათ. ოღონდ აუცილებლად ნახეთ, shift ტაბით უკან უნდა დაზიოთ. ანუ ფორმა რომ დაასრულა მოქმედება, მერე უნდა წავიდეს, ანუ 1 კვადრატი რომ დაიხატა, მერე უნდა წავიდეს 50 პიქსელი წინ და ამ წერტილიდან დაიწყოს ახალი კვადრატის დახატვა. ამიტომ forward-ი უთხრათ აქ 50. გავუშვათ და როგორც ხედავთ, აი ამ წერტილში მოვიდა. მაგრამ თუ ამას ტაბით არ გამოვწევდით უკან და ასე დავტოვებდით, ნახეთ რა მოხდებოდა. forward, კაპ, ნახე. აი უკვე დაიხატა არა კვადრატი, არამედ მართკუთხედი და ამ პოზიციაში დაამთავრა მოქმედება და მუშაობა კუმ და არა ამ პოზიციაში, ხო? აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს აი ამ ტაბს. გავუშვით და მოვიდა აქ. კარგი, ესე იგი ჩვენ ამით ვხატავთ უკვე 1 კვადრატს და მზად ვართ მეორე კვადრატის დასახატად. ამ შემთხვევაში ეს square1-ი რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ? რამდენი კვადრატი გვაქვს დასახატი? 8, ხო, როგორც დავთვალეთ ზეგან. ამიტომ ეს შეგვიძლია forward-ში ჩავსვათ for I in range უთხრათ, მივუთითოთ ფრჩხილებში 8, გვერდით გადავიდეთ, აუცილებლად 2 წერტილი ქვევით ჩამოვიდეთ, ეს მოვნიშნეთ და ტაბით აუცილებლად გამოვწიეთ მარჯვნივ. როდესაც რანს დავაწევით, აი აქ უკვე 1 ხაზს
გააკეთებს და დახატავს და აი ამ წერტილში მოვყავთ, ხო? აი აქედან უკვე უნდა დაიწყოს მეორე კვადრატის დახატვა, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს q და თუ არ ჩანს კარგად, გეტყვით რომ იყურება მარჯვნივ. ამიტომ ჯერ უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ. ანუ როდესაც ამ for-ის შესრულებას დაამთავრებს, ანუ ეს კოდი ერთხას ხომ აკეთებს, ანუ ერთხაზე აკეთებს კვადრატებს, ხო? როდესაც ამას დაასრულებს, enter-ს დავაჭერთ და ისევ shift-აბით უკან უნდა დავციოთ, როგორც აი აქ დავციეთ და აქ უნდა უთხრათ მობრუნდი მარცხნივ 90 გრადუსით. გავუშვით runs დავაჭირეთ, გააკეთა ერთი ეს ხაზი და მობრუნდება და აქ უკვე უნდა დაიწყოს მეორე ხაზის დახატვა. ესე იგი, ეს აქ რაც გვიწერია ჩვენ, ეს უნდა გაიმეოროს კიდევ ერთხელ, კიდევ მეორედ და კიდევ მესამედ. ანუ სულ ეს კოდი უნდა გაიმეოროს 4-ჯერ. შეგვიძლია ეს კოდი ისევ for-ში ჩავსვათ, ანუ for-ში for-ი ჩავსვათ, ან შეგვიძლია ფუნქციაში ჩავსვათ. მოდი ორივეს გავაკეთებ ახლა მე რომ ორივე ვიცოდეთ. თუ for-ში for-ს ჩავსვამთ, მაგალითად for-ში თუ for-ს ჩავსვამთ, ეს ასევე გაუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს. თუ აქ აი არის, აქ დავწეროთ j in range და იყოს 4 რა თქმა უნდა, გადავედით გვერდით 2 წერტილი დავწერეთ, ესენი მოვნიშნეთ და ტაბით გამოვციეთ. გავუშვით რა თქმა უნდა, კუთხეებს ორ-ორჯერ აკეთებს, ხო? ანუ ერთი როდესაც დაასრულებს, მეორე როდესაც იწყებს. აქაც ეგრე არის, ნახეთ, ეს კუთხეები უფრო მუქი ხაზებია, ვიდრე დანარჩენი ხაზები. და გააკეთა. წესით უნდა ჩაგვეთვალოს submit continuous, კი ბატონო, გვითვლის. ახლა მეორე ვარიანტი როგორ შეიძლება და გაგვეკეთებინა. ეს შეგვეძლო ფუნქციაში გადაგვეტანა, ანუ define, მაგალითად, ფუნქციისთვის დაგვერქვა one line პირობითად, line, ჭრილები, ფიგურული ჭრილი და one line ფუნქცია გამოგვეძახებინა 4-ჯერ, ანუ for I in range. ამ შემთხვევაში უკვე აქაც თუ I-ს დავწერდი და აქაც თუ I-ს დავწერდი, უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა, შეგვეძლო ორივეგან I დაგვეწერა, იმიტომ რომ ერთმანეთს არ ეხება, ეს ცალკე მდგომია და ეს ცალკე მდგომი. ხოლო წეღან აქ რომ for I in range მეწერა, ამ for-ში მეორე for-ი მქონდა ჩაწერილი შიგნით და ამიტომ სხვადასხვა ასოები უნდა დაგვეწერა აქ და მაგიტო დავწერე I და save-ით J. For I in range, ესე იგი 4-ჯერ გადავედით გვერდით, დავწერეთ 2 წერტილი, enter და აქ შეგვიძლია one line-ი გამოვიძახოთ, აი ასე. და მოდი speed-იც ავაჩქაროთ, 0 გავაკეთოთ, run და როგორც ხედავთ, ასეც აკეთებს. submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებას და ნახოთ შემდეგი საარჩევნო რა გვაქვს.